ხომერის გამოთქმა იცნობდა შენს მტერს, ჩვენ შემთხვევაში უფრო ადეკვატური იქნება იცნობდეს შენს ოკუპანტს თუ რა გზებით და რის საფუძველზე ცდილობს შენს ოკუპაციას. დღეს საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ და ამ ყველაფერს აქვს მნიშვნელოვანი საფუძველი. როგორც წესი, კვლევათა უმრავლესობა ფოკუსირდება ხოლმე იმ მიმართულებით, თუ რა ტიპის კონფლიქტი არსებობდა, რა ტიპის დაძაბულობა არსებობდა, როგორ მოხდა შიდა შესაბამის დაშვება ისე რომ მომხდარიყო ხელშეწყობა ოკუპაციის და ასე შემდეგ. ან მაგალითად რა ტიპის ფაქტორები გამოიკვეთა, იქ იყო თუ არა ეკონომიკური ფაქტორები, იყო თუ არა ეთნიკური ფაქტორები და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია აი თანამედროვე კვლევების დიდი ნაწილი, მაგალითად იგივე თუნდაც ტეო და ფაინდლი, რომლებიც ფოკუსირდებიან ზუსტად მესამე მხარის ჩარევაზე, ანუ ოღონდ აქ მესამე მხარეში გულისხმობა ზოგადად გარე მხარე, ანუ მეტაფორულად რომ ვიგულისხმოთ, თორე ნუ აქ ორი მხარეა ხო, საქართველო და რუსეთი. პირველივე ომის დროს, მე-20 საუკუნის პირველივე ქართულ-რუსული ომის დროს, არა უკაცრავად მეორე ომის დროს მაშინვე ეს ყველაფერი იყო ძალიან ღია, ცალსახე და ნათელი. უბრალოდ რა მოხდა ხო აი ამ მიმართულებითაც რომ გავამახვილოთ ყურადღება, ვფიქრობ რომ ბევრი ადამიანისთვის შეიძლება საინტერესო იყოს. იმიტომ რომ კარგად უნდა იცოდე საკითხის შინაარსი იმისთვის რომ ადეკვატური მოქმედებები აწარმოო, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის ყურადღების გამახვილება, რომელიც გულისხმობს აქტორულ მოქმედებას. ანუ რეალურად აქ არის ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაცია არის აქტორი, რომლის მოქალაქეებიც მე ზოგადად არ მიყვარს არც ერთი ჯგუფის დემონიზირება რა. ეხლა მაგალითად ზოგი რომ იძახის რომ ეს პუტინის ომი არ არის, ეს არის რუსეთის ომი, ეს არის რუსეთის მოსახლეობაში გამჯდარი ეს ექსპანსიონისტური ბუნება. ნუ აქ არის სიმართლის მარცვალი, იმიტომ რომ იმპერია იქცევა ისე როგორც შეეფერება იმპერიას. თუმცა აქ არის კიდევ ერთი ფაქტორი, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და რუსეთში გარკვეული ნიშნები გაჩნდა, დემოკრატიზაციის შესაძლო ნიშნები, მაშინ გადაწყდა შემდეგი რამ, რომ მეტეკლებად რა თქმა უნდა რუსეთის სავსე ეთნიკური უმცირესობები, მაგრამ მაინც ჰომოგენურობის მაღალი ხარისხი ახასიათებს რუსეთს, ანუ ეთნიკურად რუსია დიდი უმრავლესობა. შესაბამისად, დაუშვეს მათ შეცდომა და გასაქანი მიეცა ნაციონალისტურ პოპულიზმს, რომელიც რას დაისახავდა ახლა, ლოგიკურია რომ დაისახა მიზნად დიდი რუსეთის იდეა, რომელიც გულისხმობდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ახლოს საზღვრებში გაფართოებას და ამის საფუძველი იყო ჩვენი ორი ტერიტორიული ერთეულის ოკუპირება და როცა დავიწყებთ დეოკუპაციაზე ფიქრს, ამ ფაქტორების გათვალისწინებაც ძალიან მნიშვნელოვანია.